პერიოდი სახუმარო თემაც იყოს, რომ იმდენი გვერდითი ჩვენება აქვს და უკუჩვენება თითოეულ მედიკამენტს, რომ როგორ შეიძლება ამის გამოყენება და ასეა. ვერაფერს ვერ ვიზავთ, თითოეულ მედიკამენტს აქვს თავისი გართულება, მაგრამ ვიცით იმ კონკრეტული მიზნის დროს, იმ კონკრეტული დაავადების დროს, რომ მისი სარგებელი იმდენად მაღალია, ის უარყოფითი, მინიმალურია პრაქტიკულად და ყოველთვის ასე არჩევს ექიმი, რომ ამ კონკრეტულ მედიკამენტს და ასე ხელწამოსაკრავი არ არის არც ერთი მედიკამენტი და ამიტომ ვურჩევ თითოეულ ადამიანს, რომ პროფესიონალის გარეშე მიიღებს ამ კონკრეტულ მედიკამენტს, იმიტომ რომ შესაძლებელია ინდივიდუალურად ამ ადამიანისათვის მიუღებელიც კი აღმოჩნდეს. შეიძლება ჩვენი ტკივილი და ჩვენი დაავადობა იყოს აბსოლუტურად სხვა მიზეზით განპირობებული და ამიტომ ზიანი უფრო მეტი მივიღოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია მესმის ფინანსური ტვირთიც, ყოველთვის ისე არა როგორც ჩვენ გვინდა და მნიშვნელოვანია დაზღვევის არსებობა, რომ მე ნაკლებად მოვახერხოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ვიცოდეთ მინიმალური. სხვადასხვის ბევრი ადამიანს აქვს მოსაზრება, როცა მოდის პაციენტი, ხშირად მეუბნება, რომ აი მცენარეული წარმოშობის მედიკამენტი დაუნიშნო, გონია რომ მცენარეული წარმოშობის ნაკლებად პრობლემური არა, დროს ძალიან ძლიერი შეიძლება იყოს და ცოტა სტუდენტებთანაც ხუმრობით ხშირად მithქვამს, რომ აბა რომელი მცენარეული წარმოშობის, ესე ვთქვათ, მედიკამენტია საკმაოდ ძლიერი. მათ შორის კოკაინით მცენარეული წარმოშობისაა, მორფიუმით და უამრავი ესეთი ძლიერი პროთის უფრო ადვილად მისახვედრი იქნება მსმენელისთვის, რომ უამრავია, რომელიც მცენარეული წარმოშობისაა, მაგრამ საკმაოდ ძლიერია თავისი მოქმედებით. ყოველთვის უნდა ვიცოდეთ მიზანი კონკრეტულად მცენარეული წარმოშობის რომ არის თუ არა, ხშირად პაციენტს რომ ეკითხებით რა მედიკამენტს ვამს, ისეც არაფერს, მცენარეულია. არ არის უსაფრთხო, არც მცენარეული, თუ უმიზნოდ გამოვიყენეთ, ბუნებრივია და მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინებაც.